ეხლა რომელ დედობაზე ვლაპარაკობ ჩვენ ბატონ ნიკოლოზ, ხალი რო ამას იკადრებს. ქართველი ხალი. რომელიც ყოველდღე გამოდის, რაღაცა ეხლა ჭეკლასის დონე ტელევიზიით, მაგრამ მაინც გამოდის, ხო და ფაქტობრივად საჯარო პირია, შეიძლება ითქვას, ხო? და ამას რო იკადრებს და ვაგზლის უკანასკნელი მეძავებით დაიწყებს ლაპარაკს. ასე ის ხალებიც კი არ ლაპარაკობენ. ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ და ამათი იმედი აქვს საქართველოს და აი ესენი არიან დედები და ესენი არიან ის ხალხი რო ქაჰოი დედანო მარად ნეტარნო ნიკოლოზ ბარატაშვილი რო ამბობდა ეს არის უზნეო თაობა ჩვენ ეხლა წეღან გაგვიგზელდა ხუმრობა მაგრამ ხო სახუმაროდ კი არა სატირლადა გვაქვს ქართველებო საქმე რა ეს არის დაღუპული თაობა 1000 გზის მithქვამს და 1001-ით ვიტყვი ეს არის ერის ჭუჭყი და ნაგავი ეს არის დემორალიზებული ამორალური სოციუმი რომელიც უკვე მკურნალობას აღარ ექვემდებარება ეს არის ნახირი რომელიც უნდა ჩაირეცხოს ამათი მოტრიალება აღარ შეიძლება ესენი ქართველები არ არიან ამათ ეროვნება არ აქვს ამათ ყველაფერი დაკარგული აქვს სინდისიც დაკარგული აქვს ნამუსიც ეხა ცხოვრებაზე და რაღაცაზე ეს ხო ლაპარაკი ზედმეტია საჭმელის ჭამა არ შეიძლება ამათთან ეს არის აბსოლუტურად გაღწნილი ხალხი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს არის გაღწნილი საზოგადოება ეს არის ამორალური ხალხი რომელიც ყარს აბსოლუტურად რომელ ქართველობაზეა ლაპარაკი და რომელ ქართველ ქალობაზეა ლაპარაკი ეს არის გაღწნილი თაობა გაღწნილი საზოგადოება და ჩვენი საზოგადოება თუ საქართველოს გადარჩენა უწერია ეს არის სიმსივნე მეტასტაზი რომელიც უნდა მოიკვეთოს ამიტომ მე მოუწოდებ ამ ხელისუფლებას რომ არა ეს ბორდელები უნდა დაიხუროს კაცო ეს არის ტევე ბორდელები ბორდელია აბა ეს არის საქართველოში კანონი თუ პროსტიტუცია აკრძალულია დაკეტეთ პროსტიტუციის ეს არის ბორდელი და ეხლა ყველა დღე ბორდელს უყურებთ ხალხო რა უბედურება პირდაპირ ეთერში იგინებიან ილანზე თქვენი დედა თქვენი ისა თქვენია ესა რა რო ქვეყანას გავდეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მოკვლევა უნდა დაიწყოს ელტონ ჭყონიას განცხადებასთან დაკავშირებით. რა თანხებს უხდის ის ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს? 30000 ლარს, ხო? რატო უხდის? ამოდენა კორპორაციის, ამოდენა კომპანიის ხელმძღვანელი, ახლა როგორ ჩაიგდო ხელში ეს თანამდებობა და რა მოხდა და თურქული კრედიტი და 5 მილიონი დოლარი რო სახელმწიფოს გაასტუმრებინეს და მთელი ამბავი და ქვეყანა აზარალეს და დღეს მაშინდელი 5 მილიონი დოლარი დღეს რამდენი მილიონი დოლარი იქნებოდა ეს ცალკე თემაა ეს ცალკე დასათვლელია ქვეყანას რო პატრონი ყავდეს და პროკურატურა რო პროკურატურობდეს ეს გასაკეთებელია მაგრამ პირველ რიგში აი ამ კაცმა კოკა-კოლას პრეზიდენტმა ელტონ ჭყონიამ თემურ ჭყონიამ გააკეთა განცხადება რომ ის ჟურნალისტებს ნანუკა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილს მეგობრულად უხდის 30000 ლარს ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და მოკვლევა უნდა დაიწყოს რა თანხაა ეგა რა ამაზე უნდა დაიკითხოს მე თუ ვწდები თქვენ იურისტი ბრძანდებით და მითხარით ამაზე უნდა დაიკითხოს თემურ ჭყონია და ამაზე უნდა დაიკითხოს ეს გოგონები თუ გოგონები არიან დაკითხავს ერთი ეგ არის კანონი და ეხლა თუ გვინდა სახელმწიფო ეგრე უნდა იყოს